წარადგინა, ეს იყო მმართველი პარტიის ღონისძიება მთაწმინდიდან, ჩვენ კი ვუბრუნდებით სტუდიას, სადაც კიდევ ერთი სტუმარი გველოდება, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი უჩა ნანოაშვილი. ახლა ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონო უჩა და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მადლობა მოწვევისთვის. ბატონო უჩა, თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძე იქნება, სწორედ მისი წარდგენის ღონისძიებას ადევნებდა ახლა თვალყურს მაყურებელი, ამიტომ მოდით თავდაპირველად სწორედ ამ ამბის შეფასებით დავიწყოთ. აი რა სიტყვით თბილისის მერის პოზიციაზე 8 წლიანი საქმიანობის შემდეგ ისევ კახა კალაძის კანდიდატურა. აი როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა კახა კალაძე ქართული ოცნებისთვის უალტერნატივო და აქვე აი პირველ რიგში როგორც თბილისის მცხოვრები მოქალაქის აზრით, რამდენად არის დღეს დედაქალაქი, იმაზე უფრო ლამაზი და განვითარებული, მწვანეც ეს შეფასებაც იყო ღონისძიებაზე ნახსენები, ვიდრე ეს იყო წლების წინ და აგერ ირაკლი კობახიძემ როგორც მოვისმინეთ, ბევრი რამ ჩამოთვალა, რაც ხელისუფლების შეფასებით კალაძის მერობის პერიოდში გაკეთდა. ნებისმიერი ევროპული ქალაქი ინატრებდა ასეთ მერსო, ესეც ირაკლი კობახიძის შეფასებიდანაა. ალბათ მთავარი პრობლემა ეს არის, რომ ხელისუფლებას არ ყავს კანდიდატები, უბრალოდ ადამიანური რესურსების ნაკლებობაც შეიძლება ითქვას არის რეალურად იმის საფუძველი, რომ არ მოხდა ახალი კანდიდატურის შერჩევა, რადგან ჩვენ ვხედავთ, ხომ ქართული ოცნება არსებობის მანძილზე ყოველთვის ცვლის რაღაც პერსონაჟს, ცვლის რაღაც გუნდს, ხომ? ნახეთ როგორ მოხდა შეცვლა რამდენჯერმე, მათ შორის სხვადასხვა თანამდებობის პირების, იმისთვის რომ რეალურად ის პრობლემები, ის კრიზისი, ის უარყოფითი მომენტები, რომელიც მათი მმართველობის პერიოდში დადგა, რაღაცნაირად თითქოს გადაფაროს და შესაბამისად ახალ კადრებს მისცეს შესაძლებლობა, რომ სწორედ მათი მეშვეობით განახორციელოს ხო გარკვეული გეგმები. მაგრამ აქ ვხედავთ, რომ პრინციპში ვერ შეძლეს სხვა კანდიდატურის წარმოდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად ჰქონდა ქართულ ოცნებას დღეს შანსი წარმოედგინა ისეთი კანდიდატი საზოგადოებისთვის, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით ისარგებლებდა, მას რაიმე შანსი ექნებოდა, ამიტომაც კვლავ ძველ კანდიდატზე, მოქმედ ბერზე გაკეთდა არჩევანი და რაც მან ჩამოთვალა, ხომ, რა თქმა უნდა, შეეძლო ვთქვათ, რომ არის რაღაც საკითხები, სადაც საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს, ეს იქნება კახა კალაძის ახალი სლოგანი. აი მაგრამ ჩვენ ნახეთ, ხომ, ბოლო წლების განმავლობაში, ხომ, თუნდაც რომელი პრობლემა მოგვარდა, ხო, რომ ჩამოთვალოთ, თუნდაც გადატვირთული ქუჩები, ხო, საცობები, ხო, რომელიც პრაქტიკულად არათუ მოგვარდა, არამედ კიდევ უფრო მეტი სიცხადით გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ასეთი პრობლემა არ იყო თუნდაც 2017 წელს, როგორც თუნდაც დღეს არის ეს პრობლემა. ხომ, ამ კუთხით რა გაკეთდა გარდა იმისა, რომ შეიცვალა ეს კომპანია, ერთ-ერთი კომპანია, ხომ, ეს პარკინგის კომპანია, რომელიც ქვეყნიდან იქნა, ასე ვთქვათ, გასული და შესაბამისად ამ მიმართულებით პოლიტიკა არ შეცვლიდა. გამწვანება ქალაქის, მე ვფიქრობ, პირიქით კიდევ უფრო მეტად შემცირდა. პრაქტიკულად არ დარჩა ქალაქში მწვანე სივრცეები, იმიტომ რომ პრაქტიკულად უკვე ყველგან მოხდა რეალურად ეს ბუმი, რომელიც გრძელდება მშენებლობების, ხომ, მათ შორის, რა თქმა უნდა, გენერალური გეგმის და ზოგადად იმ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რომელიც ქალაქს აქვს და ქვეყანას გააჩნია, ხომ? ანუ ის მშენებლობები, რომელიც ეს არ არის დარეგულირებული, ხომ? ჩვენ გვახსოვს, ხომ, კი, გაკეთდა რაღაცები, მაგრამ გვახსოვს ასევე ის ტრაგიკული შემთხვევები, ხო, როგორ კეთდება, რამდენად ხარისხიანია თუნდაც ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება, ხო, რამდენად არის დაცული თუნდაც უსაფრთხოების საკითხები და ჩვენ სამწუხაროდ ტრაგედიები წლიდან წლამდე არაერთი ასეთი ტრაგედია გვახსოვს, ხომ, და სამწუხაროდ ეს არის ის ფაქტები, რომელსაც ვერ გაიქცევა მოქმედი მერი, რომ სულაც არ არის მშვიდობის ქალაქი, პირიქით ეს არის ქალაქი, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს დარბევები, მოქალაქეთა დაკავებები, კრიმინალი და ესეც არის ასევე სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ქალაქის დამახასიათებელი ატრიბუტი და ესეც მე ვფიქრობ არის ის საკითხი, რომელიც ვერ მგვარდა. ხო, რომ არაფერი ვთქვათ თუნდაც ტრანსპორტზე, დაპირებებზე, რომელსაც ვისმენდით ჩვენ, ხო, მეტროს ახალ სადგურებს და შემდეგ, ძალიან ბევრი დაპირება იყო, ხო, და სამწუხაროდ ჩვენ ამ დაპირებებიდან ბევრი ვერაფერი მივიღეთ თბილისელებმა, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ უფრო და უფრო ვიწროვდება ის საჯარო სივრცეები, მოქალაქეები ელოდებიან, თუნდაც იგივე ცენტრალური პარკის გახსნა, ხო, რომელიც იყო დანაპირები წინაარჩევნების დროს და შესაბამისად მოსახლეობას შეპირდა მაშინდელი მერი და იგივე მოქმედი მმართველი პარტია, რომ უნდა ყოფილიყო ხო ცენტრალური პარკი გადაცემოდა ქალაქს. ნახეთ, რომ ამ პარკის ნაწილი, ნახევარი პრაქტიკულად
უკვე გადაეცა ბიზნესმენს, რომელიც იქ აშენებს კონკრეტულად კორპუსებს და პრაქტიკულად ის მწვანე სივრცე აღარ იქნება. დანარჩენ ნაწილშიც არ დასრულდა, ხო, ის მიმდინარე სამუშაოები და დღემდე ქალაქს არ გააჩნია ასეთი სივრცეები, ხო? და პირიქით მე ვფიქრობ, რომ ქალაქს აქვს უფრო მეტი პრობლემები, ვიდრე ეს ქონდა თუნდაც 5 და 10 წლის წინ. აბსოლუტურად განსხვავებულად ხედავთ თბილისს, თუმცა კი ბატონო ეს თქვენი პირადი პოზიციაა, როგორც დედაქალაქის, ისე მოქმედი მერის საქმეების. მე ცხოვრობ ამ ქალაქში და ვხედავ იმ პრობლემებს. ვხედავ იმ პრობლემას მაგალითად ჩემს სახლის წინ, უბანში სადაც 4-5 სართულიანი კორპუსებია, 27-28 სართულიან კორპუსებს როგორ აგებს ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით მართველი პარტიის წევრი. დეპუტატი, პარლამენტის წევრი, რომელიც ახლა კვლავ აპირებს კიდევ უფრო მეტად გაზარდოს, მათ შორის იგივე კოეფიციენტების დარღვევა, მათ შორის რეგულაციების დარღვევით, ხო? და სამგერი ორგანიზაციები აქვეყნებენ არაერთ ინფორმაციას, მათ შორის იმ საეჭვო ტენდერებზე, მათ შორის იმ ხარჯვით ნაწილზე თუ როგორ ხდება გარკვეულ საკითხებში, ხო, გადაწყვეტილების მიღება და ეს არის მე ვფიქრობ ის პრობლემები, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამის უკან და როცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ქართული ოცნება გამოირჩევა და ცდილობს თითქოს წარმოადგინოს, თითქოს ისინი იბრძვიან კორუფციის წინააღმდეგ, მე ვერ ვხედავ რომ იმ პრობლემების რეალური ადეკვატური ხედვა ხდება თუ რა ხდება სინამდვილეს საქართველოში და ნამდვილად მიმდინარეობს ბრძოლა ამ კორუფციის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში იქნებოდა გაცილებით სხვა შედეგი. მათ შორის მერიასთან დაკავშირებითაც. ის რასაც ხედავთ თუ არა სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მოჩვენებითი ილუზორული პოლიტიკა გარკვეულ ჯგუფებს შორის, მართველ პარტიაში არსებულ გარკვეულ ჯგუფებს შორის, მიმდინარე წინააღმდეგობა, რომ იყოს შესაბამისად რეალური ბრძოლა, მაშინ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და უნდა მოხდეს სრულფასოვნად უნდა შესწავლა იმ საკითხების. არაერთი ანგარიშია გამოცემული, ხო, ბოლო წლების განმავლობაში. მედიის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან, სადაც კონკრეტულ კორუფციის ფაქტებზეა საუბარი, დაუსაბუთებელი ქონებაზეა, ხო, სხვადასხვა ტენდერებზეა საუბარი, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს შეიარაღებული თვალითაც კი ყოველგვარი ოპტიკის გამოყენებით ჩანს, რომ სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ხო, არის ძალიან ბევრი ასეთი ინფორმაცია და ამ ფაქტებზე სამწუხაროდ რეაგირება არ მოხდა და არ ხდება. ხდება მხოლოდ საჩვენებლად რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ კონკრეტული საქმეების აღძვრა. ანუ ხედავთ, რომ აქაც უფრო პოლიტიკური მომენტია, უფრო დგენელია, უფრო მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის, ვიდრე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მაშინ როდესაც იგივე პარლამენტი, ხო, რომელიც უნდა იყოს ორგანო, რომელმაც უნდა გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, როგორ ასრულებს მთავრობა, სამთავრობო ორგანოები როგორ ასრულებენ კანონებს და ჩვენ ნახეთ, რომ მაგალითად იგივე მთელი რიგი პროცედურები საერთოდ მოიშალა, ხო, როგორც არის მაგალითად ინტერპელაცია, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმა, ხო, მინისტრების გამოძახება პარლამენტში. ანუ პარლამენტი ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, რომ მოახდინოს მოქმედი მთავრობის კონტროლი რაღაც დონეზე მაინც და შემდეგ უკვე რაღაც წლების შემდეგ გვესმის რომ თითქოს რაღაც გამოძიება უნდა იყოს კონკრეტულ ფაქტებში. ბატონო, აი მოდით, რადგან ამ თემებს შეეხეთ, უკვე ზოგად კონტექსტშიც დავსვათ კითხვა იმ ვითარების შესახებ, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, მით უმეტეს რომ სატელევიზიო სეზონს ვასრულებთ, მიმდინარე სატელევიზიო სეზონს ამ კვირაში და კარგი იქნება თუ მართლაც შევაჯამებთ იმ ყველაფერს, რა სურათიც დღეს გვაქვს სახეზე. აი, ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკოსების მხრიდან მაგალითად ვისმენთ შეფასებებს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში იმყოფება, როცა ხელისუფლება ცდილობს კონტროლი დაამყაროს და გაიმყაროს რა ვიცი, ყველა სექტორზე იქნება ეს არასამთავრობო სექტორი, მედია ორგანიზაცია თუ პირველ რიგში ოპოზიციური სპექტრი. თქვენი აზრით როგორ უნდა შეფასდეს ის სურათი და ვითარება მოცემულობა რის წინაშეც დღეს დადგა ქვეყანა. აი იმ შეფასებას, რომელიც ვახსენე, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზა იზიარებთ და ფიქრობთ, რომ ეს სწორად ასახავს ქვეყნის შიგნით შექმნილ სიტუაციას? ეცეთ არის ნაწილობრივ კი, შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილად არის ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება, უკვე ეს პროცესი ნამდვილად არის შორს წასული, თუ კი ეს რამდენიმე წლის წინ იყო ჯერ კიდევ დასაწყის მდგომარეობაში, დღეს უკვე რეალურად უკვე ეს პროცესები ძალიან სერიოზულად არის განვითარებული. ხელისუფლება ცდილობს აბსოლუტურად მთლიანად მოახდინოს პოლიტიკური სივრცის და არა მხოლოდ პოლიტიკური სივრცის, სამოქალაქო სივრცის მონოპოლიზება, რომ მხოლოდ ერთ პარტიას შეეძლოს აბსოლუტურად ყველაფრის კონტროლი და ეს პრინციპში უკვე მიღწეულია, მაგრამ რომ თქვათ, რომ ქვეყანაში არის მხოლოდ ავტორიტარიზმი, არის რაღაც დიქტატურისკენ მიდრეკილება, ხომ ეს იქნებოდა მხოლოდ ნახევარი სიმართლე.
იმიტომ რომ ჩვენ თუ ასე შევაფასებთ მოვლენებს, მაშინ მხედველობის მიღმა დაგვრჩება ის რეალური პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და რეალური პროცესი არის ქვეყანაში ის, რომ ეს არ არის რაღაც დამოუკიდებელ სახელმწიფოში პარტიებს შორის მიმდინარე პროცესი, ხო, რაღაც ბრძოლა, როგორც ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა, როცა ერთი პარტია ცდილობს მაგალითად მაქსიმალურად ყველაფრის კონტროლს. ჩვენ გვაქვს უფრო სხვა რამესთან საქმე, ეს არის ერთი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მტრული სახელმწიფოს გავლენების გაძლიერება ქვეყანაში, ოკუპანტის გაძლიერება, რუსული ინტერესების, რუსული გავლენების გაძლიერება და ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გაიზარდა ეს გავლენები სხვადასხვა მეშვეობით. ეს გაიზარდა როგორც პოლიტიკურ სივრცეში, მედიაში, სამოქალაქო სივრცეში, გაიზარდა რა თქმა უნდა ეკონომიკაში, გაიზარდა კანონმდებლობის დონეზე. ხომ ჩვენ ბოლო წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ არაერთი კანონი იქნა მიღებული. ხო, აი ეს დინამიკას თუ გადავხედავთ, ბოლო ერთი წლის დინამიკას, დავინახავთ რას, რომ ქართული ოცნება უფრო და უფრო ამკაცრებს კანონს, ზრდის ჯარიმებს, კრძალავს გამოხატვის შესაძლებლობებს, 60-მდე პოლიტპატიმრად შეფასებული პატიმარი ყავს ქვეყანას, მათ შორის ჟურნალისტი და მზია ამაღლობელი საქმეზე ხვალ დასკვნითი სხდომა უნდა გაიმართოს და რა მოლოდინები გაქვთ ამის შესახებაც საინტერესოა რომ გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა, ანუ თითქოს საქართველოში დაპატიმრება, დაკავება მარტივად არის შესაძლებელი ადამიანის. აი ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი რა არის და სახეზია დემოკრატიის უკუსვა თუ ეს არის უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ დემოკრატიის უკუსვა? ეს არის ასე უფრო მეტი, ეს არის პირდაპირ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაქრობა და რუსული ძალის გაძლიერება. ეს არ არის მხოლოდ პროპაგანდაზე ხო საუბარი. საუბარი არ არის მხოლოდ რუსულ მეთოდებზე, ხო? ჩვენ 20 წლის განმავლობაში ვიბრძოდით, რომ გავდარიყავით ევროკავშირის წევრი, მივისწრაფოთ ევროპისკენ. ამისთვის ვცდილობდით მათ შორის კანონმდებლობის შეცვლას, მათ შორის რომ მოხდარიყო ყველა სფეროს დაახლოება ევროკავშირთან. მოხდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, ხო ძალიან ბევრი რა ამ მიმართულებით და რეალობაში შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რამეში დავუახლოვდით კიდეც, ხო? დღეს არის სრულიად საპირისპირო პროცესი. დღეს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან, ცდილობს რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი რუსეთზე. ეს მოითხოვს შესაბამის კანონების მიღებას. ამიტომ იყო აგენტების სახებ კანონი მიღებული, ამიტომ იყო ფარა მიღებული, ხო? ამიტომ იყო მიღებული LGBT ანტი-LGBT კანონი, ხო? ამიტომ იყო მიღებული თუნდაც შეკრების, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული არაერთი კანონი, მედიის წინააღმდეგ მიღებული სხვადასხვა დრაკონული კანონები, ხო, ცილისწამების შესახებ. ანუ ნახეთ, რომ გრანტების სახებ კანონი, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია დამოუკიდებლად, მთავრობისგან დამოუკიდებლად რაიმე დამოუკიდებელი რესურსის არსებობა ქვეყანაში, ხო? და ჩვენ ყავს უკვე პოლიტპატიმრები. ანუ ნახეთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო პრაქტიკულად ყველა იმ დამოუკიდებელი აქტორის, დამოუკიდებელი ძალის განეიტრალება, რომელიც რუსეთს ხელს უშლის იმაში, რომ იყოს სრულიად გაბატონებული ქვეყანაში. ანუ ჩვენ კარგავთ რეალურად დამოუკიდებლობას. ეს არ არის მხოლოდ ის ზომები, რომელზეც ახლა საუბრობთ, ის ნაბიჯები, რომელსაც ქართული ოცნება დგამს თითოეულ ჩვენგანზე, მოქალაქეებზე. აი როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ რამდენად შეძლებს ქართული ოცნება იმის მიღწევას, რომ ადამიანებმა მისი პოლიტიკის მიმართ პროტესტი აღარ გამოთქვან, მისი პოლიტიკა აღარ გააპროტესტონ. ეს არის რუსეთი ასეთ პოლიტიკას ბევრგან ახორციელებდა, დღეს ფაქტობრივად ყველაფერი ხდება კოპირებული რუსეთიდან, რაც გამოიყენა რუსეთმა იგივე ბელარუსში, ხომ? რუსეთში პრაქტიკულად იგივე მეთოდებით გამოყენება ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მან შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ისინი ვერ აღწევენ მიზანს, ხომ? ჩვენ ვახსენებთ, რომ 60-ზე მეტი ადამიანი არის პოლიტპატიმარი, მათ შორის არის ჟურნალისტი, ხო? და იმედი მაქვს, რომ ხვალ მაინც მოხდება რეალურად სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა და შესაბამისად ჟურნალისტი განთავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ პროცესები, სადაც არანაირი რეალური მტკიცებულებები არ არსებობდა მსგავსი ბრალდებისთვის, ხომ? ჩვენ ნახეთ ასევე სხვა პროცესები. მაგალითად, დღეს იყო პროცესი, სადაც მოსამართლე ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ ევროსასამართლო, ჩვენ არ ვართ სტრასბურგი, როცა იყო შეხსენება იმაზე, ადვოკატის მხრიდან, რომ რაღაც შუამდგომლობის დაყენების დროს მან მოიყვანა პრეცედენტი ევროსასამართლოს პრაქტიკიდან, ხო და ასეთი პასუხი მიიღო, რომ ჩვენ არ ვართ სტრასბურგი და ეს არ არის სტრასბურგი, ხომ? ანუ გასაგებია საერთოდ ვიდეოთ. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება ზოგადად მთლიანად ქვეყანაზე ყველას აქტიურობაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში და ცოტა ხნის წინ საუბრობდი ერთ-ერთ ბელარუს უფლებადამცველთან, რომელმაც სხვათა შორის დაუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას ქვეყანაში ჩვენს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტპატიმრებზე. და შევეხეთ, როცა ამ თემას შევეხეთ, ხო ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ იქაც სწორედ ამ პრინციპით ხდებოდა დაკავება პატიმრების. იმისთვის რომ უფრო სუსხავი ეფექტი ჰქონოდა დაკავებას, ამიტომაც არის, რომ დღეს მაგალითად ჩვენ 60-65 ადამიანი ყავს დაკავებული,
მათ შორის არიან პატიმრები, ხომ? იგივე პოლიტიკოსები. მათ შორის არის ჟურნალისტი, არიან სამოქალაქო აქტივისტები, არის ჟურნალისტი, არის კომიკოსი, ხო, არის მწერალი, არის მასწავლებელი, არის ბიზნესმენი, არის სტუდენტი, ანუ არის ტაქსის მძღოლი, ანუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები, ანუ ის ადამიანები, რომელთაც თავიანთი კოლეგები, პროფესიის წარმომადგენლები ძალიან კარგად იცნობენ, პატივს სცემენ და რეალურად მიმდინარეობს სწორედ ასეთი მტკივნეული, შეიძლება ითქვას, რომ დარტყმა სხვადასხვა ჯგუფებზე, რომ ყველას გქონდეს პრეცედენტი, რომ შენს თუ გადადგავს გავს ნაბიჯს, თუ კი არ დაიმორჩილები ხელისუფლებას, შესაძლოა შენ იყოს შემდეგი. ანუ ეს არის სუსხავი ეფექტი, რის გამოყენებასაც ცდილობს, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს. ბატონო, აი დაკავებულ ასე ვთქვათ პირებზე ჩაგეკითხები, თვითონ ეს ადამიანები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათგან ითხოვენ ბოდიშის მოხდას, რის შემდეგაც შესაძლოა გაათავისუფლონ. აი როგორ ფიქრობთ, რაში ჭირდება ხელისუფლებას წინასწარმარსაც დაუსვი ეს კითხვა, რაში ჭირდება ხელისუფლებას ამ ადამიანების მხრიდან ბოდიშის მოხდა და რა მოხდება იმ შემთხვევაში მართლა აი ამ ბიჭებმა რომ ბოდიში მოიხადონ. აი ხშირად გვესმის შეფასებები, რომ ქართული ოცნებისთვის ყველა ის ადამიანი, რომელთა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, რომელთაც პოლიტპატიმრებს უწოდებენ, არის მძიმე ტვირთი და აი თითქოს ხედავენ ნიშნებს, რომ ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ამ ტვირთის ჩამოცილებას. აი თქვენ თუ ხედავთ თქვენ თუ გაქვთ ესე ვთქვათ ამ მოლოდინის საფუძველი, რომ შესაძლოა რაღაც ახალი გადაწყვეტილებები მივიღოთ ამ ადამიანებთან. შორის ირაკლი კომბახიძემ აღიარა კიდეც, რომ ისინი იყვნენ დაკავებული პრევენციის მიზნით, ხომ? ანუ არა მარცხაჯულების მიზნების, არა დანაშაულისთვის, არამედ პრევენციისთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არიან სწორედ მძევლები, არიან უკანონო პატიმრები იმისთვის, რომ საზოგადოებამ აღარ გააგრძელოს პროტესტი, რომ პრაქტიკულად ხელისუფლება მიხვდა, რომ მათ მორალურად, არამხოლოდ სამართლებრივად, მორალურად წააგეს ეს ბრძოლა, რომ ქვეყანა ვერ გამოიყვანეს კრიზისიდან, მით უმეტეს არის წნეხი, რომელიც კვლავ გრძელდება, 200-ზე მეტი ადამიანი არის სანქცირებული საქართველოში და ეს არ არის პატარა ციფრი, მით უმეტეს როცა გრძელდება კიდევ უფრო ეს პროცესი და დღემდე ვერ მოიგო ხელისუფლებამ რეალურად ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა. პირიქით, საზოგადოება კვლავ აგრძელებს პროტესტს, ანუ ეს კრიზისი კვლავ სახეზეა, ხომ? ამიტომაც ხელისუფლებას ჭირდება, რომ მორალურად გატეხოს ეს ადამიანები. ანუ ხელისუფლება ყოველთვის იბრძვის იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ავტორიტეტი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი გაყვება მხარს დაუჭერს. სწორედ ამიტომაც ის ძალიან შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებითაც ახორციელებდა იგივე ოპოზიციური სპექტრის დაგსაქსვას, ერთმანეთზე გადაკიდებას და ეს პოლიტიკა საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა წლების განმავლობაში. სწორედ ამიტომაც შეძლო მან ამდენი წლების განმავლობაში ძალაუფლების შენარჩუნება, ხომ? რომ მან არამხოლოდ იმიტომ რომ შეცვალა თავისი გუნდი არაერთხელ და პრაქტიკულად რაღაცა იცვალა ფერი, არამედ იმიტომაც რომ მან შეძლო საზოგადოებისთვის ყველა ასეთი ავტორიტეტული პირის, ხო, ყველა ასეთი პოტენციური ლიდერის რეალურად განადგურება და ამას აგრძელებს რომ ამ თუნდაც ამ დაკავებული პოლიტპატიმრებიდან არ გახდეს რომელიმე ლიდერი. სწორედ ამიტომ მას აწყობს ბოდიში მათი მორალური განადგურება და აღიარება იმის რომ ამით ერთგვარად დასავლეთთანაც ცდილობს თავარი პრობლემა მოაგვაროს. ეს არის ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც მათ დღემდე აწუხებთ, დღემდე ისინი გრძნობენ, რომ არ არიან ლეგიტიმური და ამიტომაც მათ სურთ ამ არჩევნების შემდგომ მაინც მათ შორის გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები, მათ შორის პოლიტპატიმრების განთავისუფლებით მათ ეს ბალანსი შეცვალონ და რაღაცნაირად ლეგიტიმაციის პრობლემის მოგვარებისკენ გადადგან ნაბიჯი. აი კიდევ ერთი რაზეც აი გულწრფელად მაინტერესებს თქვენი პასუხი არის შემდეგი კითხვა. თქვენ ქართული ოცნების მხარდაჭერით არჩეული პირველი სახალხო დამცველი იყავით. აი თქვენი დაკვირვებით, როდის შეიცვალა ქართული ოცნების ბუნება და მისი დამოკიდებულება აი ამ დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ? მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე იყო შეცვლილი, თავიდან არ ჩანდა, მაგრამ ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ხელისუფლებას ნამდვილად არ სურდა ის, რასაც პირდებოდა ამომრჩეველს 2012 წელს. ეს არის მან გადადგა რაღაც ნაბიჯები თავიდან, მაგრამ პირველ ეტაპზე ცოტა რთული იყო ამ ყველაფრის გარკვევა თუ რა იყო ამის უკან, ხომ? ცოტა ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ ფაზლის პრინციპით მოქმედებდა, თუმცა საბოლოო ჯამში დადგინდა ყველაფერი. 2016 წელს მაგალითად უკვე საბოლოოდ მიხვდით, რომ ხელისუფლება ცდილობდა მონოპოლიზაციას, პრაქტიკულად ამ კონსოლიდაციას ძალაუფლების, როდესაც ის საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა, თუ კი მანამდე იყო ხო გარკვეული ნაბიჯები. მათ შორის ხო გადაიდგა ევროინტეგრაციის კუთხით, ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით, რაღაც საკითხებში ისინი მოდიოდნენ რეფორმებზე, მაგრამ თავიდანვე მაგალითად მე მქონდა
შეგრძნება რომ სახალხო დამცველი იგივე ჩვენი რეკომენდაციები იყო მიუღებელი ბევრ შემთხვევაში ისინი როლ თამაშობდნენ, ცდილობდნენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით რაღაც რეალურად უფრო თავი ეჩვენებინათ როგორც უფრო დემოკრატიული ძალა, რომელიც იცავდა ადამიანის უფლებებს. ანუ ეს მორალური უპირატესობა მათ თავიდან ჰქონდათ, რომ თუ კი ადრე ხდებოდა მიტინგების დარბევა, ხდებოდა ადამიანთა წამება, ჩვენ დროს ასეთი რამ აღარ ხდება. ამ თავიდან ჰქონდათ ეს განწყობები, მაგრამ მე თავიდანვე მქონდა რაღაც განწყობა, რაღაც განცდა, რომ ვიყავი უცხო სხეული, რომ ყოველთვის მათ არ სურდათ, არ აინტერესებდათ ბოლომდე სიტუაციის ზოგადად შეცვლა. იმიტომ რომ იყო მთელი რიგი ინიციატივები, რომელიც მათ დაბლოკეს, ხო? მათ შორის ის რომ თუნდაც იგივე დაუსჯელობის სინდრომი აღმოფხრილიყო. ხო, მაგალითად იგივე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც შეიქმნა, ხო, ცალკე ორგანო, რომელსაც უნდა გამოეძიებინა წამების, არასათანადო მოპყრობის ფაქტები და პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, ძალიან გვიან, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოყალიბდა. თუმცა რა მოხდა, ხო, რამდენიმე კვირის წინ ეს სამსახური საერთოდ გააუქმა პარლამენტმა, ხო? და ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა. ვხედავთ, რომ ასეთი არაერთი შემთხვევა არის, როდესაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაწყებული რეფორმები არ მიიყვანა და მაინც მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის ის, რომ რუსული გავლენები ყოველთვის იყო ძლიერი ქართული ოცნების შემადგენლობაში, მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწიათ, აბსოლუტურად ყველა ის ძალა მოიცილეს, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც პრორუსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანა უკვე მიყავს რუსულ ორბიტაზე და ჩვენ პრაქტიკულად ამის შედეგებს ვივკითხეთ. გასაგებია, ბატონო, მხოლოდ ოპოზიცია ქართულ ოცნებაზე რომ არ ვისაუბროთ, რამდენიმე წუთი ოპოზიციასაც დავუთმოთ, აი ფაქტია ისიც, რომ ვერ ხედავთ ოპოზიციასთან საზოგადოების თანხმედრას, არ ვიცი, თითქოს არის უნდობლობა პოლიტიკოსების და მათ შორის იმ სახეების მიმართ, რომლებიც წლებია ჩანან ტელეეკრანებზე. აი თქვენი აზრით რა იწვევს ამას? აი რატომ არ მიიჩნევს ოპოზიციური საზოგადოება ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი ინტერესების წარმომადგენლად, გამომხატველად და რა უშლის ხელს იმ პრობლემის გადაჭრას და მოგვარებას, რასაც ქვია უკავშირი ოპოზიციასა და ხალხს შორის. სცენარი ჩვენ ნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება უფრო მეტად განვითარდა, ძალიან ბევრ პრეცედენტს ჰქონდა ადგილი, ხომ? უამრავი იყო საკმაოდ დიდი პოლიტიკურ კლასს. შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ნახეთ, ხო, ჩვენ პროცესები, როდესაც კონსოლიდაცია მოხდა საზოგადოების. გვახსოვს 100,000-იანი მიტინგები და ეს არ იყო ოპოზიციის დამსახურება, ხო? მათ შორის რა თქმა უნდა, მათი მოხრებიც იყვნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ საზოგადოება და საზოგადოებრივი მოძრაობა უფრო მეტად შეძლეს გადაელახათ ის ურთიერთ რაღაც უნდობლობა, ის ქიშპი, რომელიც ყოველთვის არსებობდა და პარტიებს მე ვფიქრობ, აქვთ მთავარი პრობლემა ის, რომ არის საუბრობთ თქვათ მათი წარსულიც, რომ ისინი არ აღიარებენ გარკვეულ შემთხვევაში იმ დარღვევებს, იმ უარყოფით მხარეებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ნაკლებად საუბრობენ ამაზე და უფრო მეტად ისინი რეალურად რეაგირებას ახდენენ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ქართულ ოცნებას თავაზობს და თვითონ არ არიან და ვერ გახდნენ ის წარმართველი ძალა, როდესაც თვითონ სთავაზობენ საზოგადოებას ახალ პოლიტიკას და რასაც ვხედავ იგივე თუნდაც იგივე გასული წლის ან წინა წლების არჩევნებთან დაკავშირებით, მაგალითად ძალიან ნათლად ჩანს, რომ რეგიონებში განსაკუთრებით ოპოზიციას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული პრობლემები. იმის ნაცვლად, რომ მათ რაღაცნაირად აეწყოთ, უფრო მეტად ყოფილიყვნენ ახლოს ხალხთან, ხო, მათი საჭიროებები უფრო კარგად შეესწავლათ. მე ვხედავ, რომ ეს ნაკლებად მოხდა და იგივე იმ კულტურის, პოლიტიკური კულტურის შეცვლა ვერ შეძლეს, რომელშიც საზოგადოება უკვე წლებია არსებობს. და კიდევ ერთი წეგან ბევრი ვისაუბრე რუსულ გავლენებზე, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა შევეხო, ხომ? და მე ხშირად საუბრობ ამ პროცესზე, ქვეყანაში არ დაწყებულა ლუსტრაციის პროცესი, ხო? თუკი ბალტიის ქვეყნები, თუკი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები განვითარდნენ, იმიტომ რომ იქ ყველაფერს დაარქვეს თავისი სახელი, საკუთარი წარსული გადააფასეს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ რუსეთის საბჭოთა გავლენის თუ სხვადასხვა აგენტები, ხო, მათ გარკვეულწილად რაღაც დაუწესეს გარკვეული წესები, რომ ის მათი გავლენების შემცირებულიყო როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაში, კულტურულ ცხოვრებაში, რომ მათ პროცესებზე არ ქონოდათ გავლენა, ხო? და ხელი შეუწყეს რაღაც ახალი თაობის, ახალი ძალების გამოჩენა, საზოგადოების აქტიურობას, რომ მოსულიყვნენ ახალი ხალხი, რომელთაც შეეძლოთ და მათ შორის პოლიტიკური სივრცე აითვისებინათ. ეს არ მოხდა ჩვენთან. ჩვენთან პრაქტიკულად ეს ძალები დღემდე არიან ხელისუფლებაში, ხან ოპოზიციაში, ხან ხელისუფლებაში, ხან ორივეგან და ეს ძალები არ არიან განეტრიალებულები. დღეს კი მესმის რომ გვიანია, მაგრამ ჯობს გვიან მოხდეს ამაზე საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე არ დავიწყეთ ეს პროცესები, დღეს ჩვენ ვიმკით ამის შედეგებს. სწორედ ამის ბრალია ის,
ის რომ იგივე სამართალდაცვო ორგანოები არიან პოლიტიზირებული დღემდე. რომელი ძალებს გულისხმობთ ისე საინტერესოა. აი კონკრეტულად რომელი ძალები ყავთ ხედავობაში? რა არის აქ საუბარი არის აბსოლუტურად იმ ადამიანებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში იყვნენ კომუნისტური პარტიის ლიდერები, ან პოლიტიკურად, ან ეკონომიკურად, ან დღეს აქვთ გარკვეული გავლენები და ან შემდგომ პერიოდში, თუნდაც დღეს ის ადამიანები, ის პირები, რომელთაც აქვთ ახლო კავშირი რუსეთთან, მათი ინტერესების განხორციელებაში, მათ შორის ეკონომიკური ინტერესების განხორციელებაში არის, ახლა ჭვიტალინი ასეთი არაერთი არის, მათ შორის ბიზნესშიც და ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. იქ სადაც მოხდა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება, ხო შესწავლა, იქ პროცესები წარიმართა უკვე სხვა გზით და ჩვენთან ეს არ მოხდა არაფერი, ამიტომაც რეფორმებს არ მისცემია გასახანი, იმიტომ რომ თუ არ მოხდება თუნდაც სამართალდაცვო ორგანოების დეპოლიტიზირება, შემდეგ ვერ მოხდება ვერც სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება. ვერც ბიზნესი მოხდება, ვერც ბიზნესი იქნება დამოუკიდებელი, განათლების სისტემაც არ შეიცვლება და ჩვენ კვლავ ერთ წრეზე ვიტრიალებთ და ჩვენ ეს ჯაჭვი სამწუხაროდ ვერ გავარღვიეთ და დღეს კვლავ იქ ვართ. ბატონო ჩა, რამდენიმე წუთში რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ბოლო რამდენიმე წუთი მინდა რომ ადგილობრივი არჩევნების საკითხსაც დავუთოთ, ყოველთვის საინტერესოა არასამთავრობო სექტორის პოზიცია არჩევნებთან მიმართებაში, მით უფრო რომ როგორც წესი, არაერთი ორგანიზაცია აკვირდებით ხოლმე საარჩევნო პროცესს. აი რა იქნება ახლა ეს რომ გითხრათ, აი თქვენი ორგანიზაციის პოზიცია კონკრეტულად, ხო, გაუწევთ თუ არა მონიტორინგს საარჩევნო პროცესს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ და უშუალოდ ამ არჩევნებს რაც შეეხება, ხა იცით რომ ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტის გზა აირჩია, ლელო და გახარია ემზადებიან არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბოიკოტი თუ ქართულ ოცნებასთან საერთო კანდიდატებით დაპირისპირება, რომელი იქნებოდა უფრო სწორი და შედეგიანი თვითონ აი ხელისუფლებასთან ბრძოლის პროცესში. ეს ალბათ უფრო პოლიტიკოსების განსაცდელია, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ სამოქალაქო ორგანიზაციები გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას იმისთვის, რომ მოხდეს ყველა იმ დარღვევის დოკუმენტირება, რომელსაც წინა საარჩევნო პერიოდში თუ არჩევნების დღეს ეკრება ადგილი, ჩვენ ვაკვირდებით აბსოლუტურად ყველა პროცესს, მონიტორინგს, მანამდე სანამ ამის შესაძლებლობა კვლავ გაგვაჩნია, ხო? თუმცა ქვეყანაში სადაც პრაქტიკულად მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, მიმდინარეობს დამოუკიდებელი მედიის განადგურება, ხო, დაკავება და რეპრესიები გრძელდება, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე საუბარი უკვე ზედმეტია. რომ არაფერი თქვა იმაზე, იმ ცვლილებებზე, ხო, რომელზეც წავსაუბრობთ, ხო, ძალიან ბევრი კანონი შეიცვალა, ხო, და არა მხოლოდ ეს კანონები, რომელიც ვახსენე, ხო, თუმცა იგივე საარჩევნო პროცესში მონაწილე ორგანიზაციებს უფრო ნაკლები უფლებები გვაქვს, ვიდრე ეს ჰქონდა დავუშვათ გასულ წელს ოქტომბერში. ანუ რეალურად ჩვენ ხელისუფლება დამკვირვებლებსაც გვართმევს შესაძლებლობას რეალურად სრულფასოვნად დავაკვირდეთ პროცესებს და ესეც ალბათ არის ვფიქრობ ერთგვარი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან რომ მას არ სჭირდება არავინ ვინც დააკვირდება, ვინც გამოანებს დარღვევებს, იმიტომ რომ მას უკვე არჩევნები ჩატარებული აქვს და მას სურს არჩევნების დღეს უბრალოდ გააფორმოს ეს არჩევნები, ამის ნიშნები უკვე ნამდვილად ჩანს. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის რომ ამ პროცესში ვნახოთ ის რამდენად იქნება მინიმალურ დონეზე მაინც დაცული რაიმე პრინციპები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან განთავისუფლებულნი, მედია განთავისუფლებული წნეხისგან იქნება შეზღუდვები მოხსნილი, რომელიც ეხება შეკრების გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო სივრცეს და ასე შემდეგ და ეს ყველა ეს სფეროები იქნება განთავისუფლებული. მადლობა ბატონო ჩასტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით, უჩან ნანოშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვერდით.